იმ დროს რაც ყველაზე მეტი ეს იყო ძიმე სამუშაო და საშიში თამცავ ფერებს ეძახიან მეორე ფენს და შვიჩარეკიას გამოგებულია და უკვე აი ხარისხიანი ნაბიჯის უნდა წამოვიდეს და გამართული ფრონტია სამუშაო აკრაუდად დახმაროს აცია გაგრძელდება ვინდოდა ვითომ ქუჩაში გასვლა ეხლა გადავწყვეტ აქ და ხალხთან ერთადაც ეს რომ არ გამოიყენოს ვინმემ სვანაერად რომ მასობრივი არეულობა და ქაოსია და ვინმემ არ გამოიყენოს ვინც აფრიკაში ჩამოვარდა იმ ხალხმა არ ვასაკრება ყველა ვიცით ეს ჩვენ იმიტომ გავაგრძელებთ ასე ადგილზე და თუ საჭირო იქნება ყველგან შეიძლება შახტაში გადავიდეთ ისე როგორც იათურა და დღევანდელი ბრძანება რომელიც გამოიცა მე მიმაჩნია რომ კომპანიის მხრიდან რადიკალური პასუხი იყო გაფიცვაზე გონია რომ ეს გაბრაზებული ადამიანის მიერ გადახდილი სამაგიეროა თუმცა ამ სამაგიერომ ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯმა ვფიქრობ რომ ტყიბული სოციალური და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა თქვენ იცით რომ თუ ტყიბულში გავაუქმებთ შახტას ქალაქს ფუნქცია ეკარგება იმიტომ რომ შახტებზე 1500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს ეს იმას ნიშნავს რომ დაახლოებით 10000 ადამიანი ამ შახტებიდან მიღებული შემოსავლებით იკვებება გარდა ამისა სახელმწიფო საქართველოს ეკონომიკისთვის ეს იქნება კატასტროფა თუ კი დაუშვათ ტყიბული შახტები გაუქმდება ყოველ შემთხვევაში ხედავ რომ კომპანიის მხრიდან ნაბიჯები იდგება იქითკენ რომ ტყიბული შახტები დაიხუროს მე არ ვიცი ამის უკან შეიძლება დგას კიდეც უხილავი და ხილული რაღაც ქვედინებები რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს განგებ გამოწვეულ საბოტაჟს პროვოკაციას ან რამეს თუმცა ეს იმდენად დიდი სახელმწიფო დანაშაულია რომ ამით მტკიცება რა თქმა უნდა დღეს შეუძლებელია მე შახტები ახლა დგანან და უბრალოდ მხარს უჭერენ ახალ მთავრობას იჩენენ მოქალაქეური პასუხისმგებლობას ამ ეტაპზე რამდენადაც მე ვიცი ისინი არ გეგმავენ რაიმე რადიკალურ ქმედებებს მაგრამ ისინი აპირებენ საპარლამენტო შესაბამის კომიტეტებში კომისიებში პრემიერ-მინისტრთან წერილებს აგზავნიან რომ ეს საკითხი რამდენადაც იქნეს მოგვარებული აი დღევანდელი კამპანიულება რომელიც მოვიდა საკუთარ ეს ეხება იმას რომ ძიზიგურის შახტაზე თურმე ყოფილა შეუძლებელი ყოფილა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა შესაბამისად გორდეზიანთან შეთანხმებით გადაწყვიტა კომპანიამ რომ ეს შახტა უნდა დაიხუროს ძიზიგურის თუმცა აგერ სპეციალისტები არიან რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ ამ გარემოში ისედაც მუშაობდით აქამდე და ყოველდღიურ ღონისძიებებს ღებულობდით რომ უსაფრთხოების სტანდარტები არ დარღვეულიყო თავს ვიცავდით შეძლების დაგვარა და ასე ანუ ახალი არაფერი არ აღმოუჩენიათ იმ ძიზიგურის შახტაში რაც იყო უბრალოდ იმის საფუძველზე გამოიცა დადგენილება ბრძანება კომპანიისა რომელიც კომპეტენტური ადამიანების თქმით არის საფუძველს მოკლებული და სხვა რამეს ემსახურება არ მიმართავთ ისეთ კატეგორიულ მერებს როგორც აი მასობრივი გაფიცვა მთელი ქალაქის იზოლირება და ამას არ მიმართავთ იმიტომ რომ ეს შეიძლება ვიღაცის წისქვილზე დაასხეს ხალი ჩვენ ვინაიდან ნდობას უცხადებთ ახალ ხელისუფლებას შესაბამისად როგორც კი რაღაც პასუხი მოვა და როგორც იქნება და საგაფიცვო კომიტეტი როგორც გადაწყვეტს ისე გავაკეთებთ და ისე მოიქცევით ნორმალურად მიდიოდა მუშაობა და ჩვენც კმაყოფილი ვიყავით ხალხიც კმაყოფილი იყო და ესე უეცრად ასე ამდენი ხალხის შემცირება და ყველაფერი ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო რა თქმა უნდა და ამას ახლა ვერ ვხსნით ერთი რამით რომ ეს არის პოლიტიკური მეტი არაფერი ჩვენ ასე ვხსნით ამას ჩვენ ვითხოვდით კონკრეტული პიროვნების გადაყენებას თქვათ ისე რომ და მოვიდა ბრძანება შახტის დახურვასთან დაკავშირებით ახო ლოგიკა ხო არ არის ამაში ძველი მთავრობის და ყოფილი მთავრობის წისქვილზე ჩვენ წყალს არ დავასხათ არანაირად ამიტომ ველოდებით რასაც გვეტყვიან გავაკეთებთ იმას ამ ბრძანების საფუძველზე ველების გაჩერება არ შეიძლება აქ ასეთი მისაქვს ესენია ჩამოთვლილი გაჩერების მიზეზად რომელიც ყველა ველში ხორციელდება ყველა ველში თანაბარი პირობებია გაზის გამოყოფა რომ მიკროსაუთმო დარტყმები აგრეთვე ენდოგენური ხაზრები ეს ყველა ველში თანაბრად არის განაწილებული მაგრამ მე-17 ველი განსაკუთრებული ხილფის ხასიათდებოდა ჩვენ დავამუშავეთ ის ველი გამოვიღეთ მეორე ფენი თქვენ დამცავი ფენები რთული ყველაზე რთული თუ საშიშროება იყო მაშინ რატომ არ აგვიგზავნეს ის ურთულესი უბან ის ველი გამოაცალეთ გამოვიღეთ მე შვიჩარეკიანი ახლა გადავედით მე-3 ფენში რომელიც
ძალიან დიდი ხარისხიანი ნახშირი არის იქში დარჩენილი და დიდი ისა მარაგი დარჩენილი ძალიან დიდი მარაგიცაა დარჩენილი. ძიძიგური შახტაზეა, სადაც გაუქმებაზეა. გაუქმებაზე ახლა მარაგები ძალიან დიდი ამ ერთ ველში მარტო მე-17-ველში და ამის მიტოვება დღეს არის მართლა ასე თუ უნდა ნახშირი ამ ველი არ უნდა მიატოვო. ეს დანაშაულია. იმის გამო რომ აქ მიკროსამყარო დარტყმებია და ენდოგონური ხანძებია მოსალოდნელი და ეს არის აშლილობები, ეს ყველა ველში არის. აქ იმისთვის ვარ ჩვენ რომ ეს შევაჩეროთ ესენი და იმისთვის მუშაობთ რომ ეს ენდოგენურ ხანძრებსაც მოუვაროთ და აშლილობებსაც ისე გავამაგროთ რომ არ ქონდეს ადგილი ჩამოქცევებს და სხვა რამეს. ეს არის თითქმის გამოწვეული მიზეზი, რაღაც პატარა მიზეზი. ეს დახურვა. მე ახლა აქანა რა უნდა შევაფასო? ეგი უფრო პოლიტიკური მასში გადადის, რაღაცა მას ჭრილში რა, ის პოლიტიკური ანგარიშტორებას აქ ადგილი. მე ასე მგონია, ერთი კაცის ის არის ეგი. თორემ აქ არც ადგილობრივ ხელმძღვანელობას უნდა აქ ვინც ახავს ჩვენ დირექტორები და ის არის არ უნდა ასეთი რამე. ასე უცებს რაღაც 500 კაცის სამუშაოდან მოწყვეტა, ეგი ძალიან ესა ნიშნავს ხალხი ჩავკდეს, მოკვდეს და აღარ იფუნქციონირებს. ორი ველის გაჩერება და 500 კაცის გამოთავისუფლება. ეს დიდი კატასტროფაა. 500 კაცის უკან 2500-ია მისი ოჯახის წევრები გადაიფრთხილება. გახსენებთ რომ ამ უბნების მუშაობის უსაფრთხოებას სწავლობდა საქართველოს გეოლოგიური სამსახური, რომელიც არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში, ეს არის მოიცავს რაღაც პერიოდს. შესაბამისად ველოდებოდით მათ დასკვნას და იმასთანავე როგორც კი მივიღეთ მათი დასკვნა, მივიღეთ გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესების მოთხოვნის შესაბამისად, რომ მან უბნებზე დროებითაც შეწყდეს ყველანაირი გაყვანითი და მოპოვებითი სამუშაოები.